ასევე მინდა პავლე მოციქულის დღევანდელი ეპისტოლეს შესახებ რამოდენიმე სიტყვა გითხრათ, იმიტომ რომ დღეს ხშირად ამბობენ უმეტესად არაეკლესიური და ურწმუნო ადამიანები და დაბრკოლება რო არ იყოს თქვენს სულში იმ მატერიალური სახსარის და დახმარების გამო, რომელსაც თქვენ თუ სხვა მორწმუნე ადამიანები უწევენ ეკლესიას და სასულიერო პირებს. აი რას ამბობს წმინდა მოციქული პავლე და ამას ეუბნება კორინთელებს, რომელთანაც უბრალოდ რომელთანაც დავა შეიქმნა ან რაღაცა უკმაყოფილება გამოითქვა მათ შორის და პავლე მოციქულმა შეიტყო რა ეს უკმაყოფილება მათ შემდეგნაირად ასწავლის. სხვათა მიმართ არა ვარ მოციქულ, არამედ თქვენ და ხოლო ვარ, რამე თუ ბეჭედი ჩემისა მოციქულებისანი თქვენ ხართ უფლისა მიერ. ანუ პავლე მოციქული მათ შეახსენებს, რომ თქვენ მოქცეულნი ხართ ჩემს მიერ. თქვენთან ვიყავი მე მოციქული და ბეჭედი უფლისა თქვენზე და არის ჩემგან. ჩემი სიტყვის გებაი ჩემთა მათ გამკითხველთა ესე არის. აგერ პირდაპირ ამბობს, რომ ჩემს გამკითხველებს ვეუბნებიო, სიტყვის გება ესე არისო ჩემიო. განა ნუ გვაქვს ხელმწიფება ჭამად და სმად, ანუ არ გვაქვს უფლება რომ ჭამოთ და ვსვათ. იმ სამრევლოში, რომელიც მოქცეულია ჩემს მიერო. განა არა გვაქვს ჩვენ ხელმწიფება, რომ დათა, დედათა მოყვანებად ვითარცა სხვად მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას. აქ ამბობს პავლე მოციქული, რომ განა არ გვყავს ჩვენ, რომ ჩვენი ძები ჩვენს მეუღლეებად შეიქმნენ, ისე როგორც სხვა მოციქულებს ყავთ ცოლი და თავად პეტრესაც, კეფას, ანუ პეტრე მოციქულს. ვინმე სადა საგრომ თვისითა საგზითა, ვინ დაასხას ვენახი და ნაყოფისა მისსაგან არა ჭამის. ვინ თავის საგზალს არ მიირთმევს, ვინ დაასხას ვენახი და მისი ნაყოფი არ მიიღოს, ან ვინ დამტყსოს ფარა თუ ჯოგი და მისგან მიღებული რძე და ყველი არ მიირთვას. და ანუ კაცობრივ მენუ ვიტყვი ამას, ანუ არას ჯულიცა ამას იტყვის, განა ჩემით ვამბობო ამას ადამიანურად, განა ჯულიც ამას არ ამბობსო. რამე თუ ჯულსა მოსესა წერილარს არა შეუკრა პური ხარსა მლეწველსა, ნუ უკვე ხართაი რამე ეურვებოდა ღმერთსა. არაბე ჩვენთვის საბე იტყვის, რამე თუ ჩვენთვის დაიწერა, რამე თუ სასოებით თანაც ხვნაი ხნელს ამას და რომელი იგი ლეწავს სასოებითა მithვე შეკრებაი სასოებით. უკვე თუ ჩვენ სულიერი დავთესეთ თქვენ შორის, დიდმე რა იარს თქვენგან თუ ხორციელი მოვიმკოთ ჩვენ. უკვე თუ სხვანი ხელმწიფებისაგან თქვენისა მიიღებენ, არამე უფროსღა ჩვენ და არამე
არა ვინებთ ხელმწიფება ესე ვინებეთ, რამე თუ ყოველსავე დავითვეთ, რაით არა დაბრკოლებაი რაიმე ვცეთ სახარებასა მას ქრისტესა. და ამბობს მოციქული, რომ როგორც მოისმინეთ, რომ განა მოსეს ჯული არ ამბობსო, რომ მლეწველ ხარს პირი არა უკრა, არამედ დააპურე ის. და თუ ჩვენ ვხედავთ ჩვენი სულიერი მოძღვრის შრომას, ეკლესიის მიმართ, სამწყსოს მიმართ, ხედავთ და ვისმენთ მის სიტყვას უფლის სწავლებისა და ეკლესიის მოძღვრების მიხედვით, არ დაგვაბრკოლოს ჩვენ ძვირფასო ძმანო და დანო იმან, რომ ჩვენს მოძღვარსაც ყავს ოჯახი და ჭირდება რჩენა, ის რომ ჩვენი შესაკრებელი წმინდა ეკლესია, რომელშიც ჩვენ ვიკრიბებით, ისე როგორც პავლე მოციქული იკრიბებოდა თავის სულიერ შვილებთან ერთად, მას უნდა ეზრუნა, რომ ეს შესაკრებელი ადგილი მოეძია. მისი სულიერი შვილები შესთავაზებდნენ ამა თუ იმ ადგილს, მაგრამ ამაზე ზრუნვა ხო იყო საჭირო, რომ იმ შესაკრებელში ყოფილიყო შესაბამისად მსახურებისა, შესაბამისად ქადაგებისა, შესაბამისად ურთიერთობისა პავლე მოციქულისა თავის სულიერ შვილებთან. ამიტომაც ვამბობ ძვირფასო ძმანო და დანო, ვიცოდეთ ჩვენი ეკლესიის სწავლება, წმინდა მოციქულების სწავლება, ყური დაუგდოთ წმინდა წერილს, ქრისტეს სიტყვებს, მოციქულთა სიტყვებს, წმინდა მამათა სწავლებას და ამის მიხედვით ჩვენი სული განვაწყოთ. თუ სხვაგვარად იქნა, მაშინ რაღაცა ჩვენი ქრისტიანობა? გადავიწარ პირჯვარს და სრულიად არაქრისტიანულ ქმედებას გავაკეთებ. გადავიწერ პირჯვარს და სრულიად არაქრისტიანულად ვიაზროვნებ და ვისაუბრებ. რაღაცა მაშინ ჩვენი ქრისტიანობა? ან ვიტყვი იმას, რომ ეს მაშინ იყო, ძველ დროს იყო, ახლა ვის შეუძლია ეს, ან რა საჭიროა, ვინ აკეთებს ამას? ყველას, მეც, სასულიერო პირებს, თქვენს, ყველას ჩვენი სიტყვისა და ჩვენი ქმედების მიხედვით მოგვეთხოვება ძვირფასო ძმანო და დანო. თქვენ არ მოგთხოვენ ჩემი ცოდვებისთვის, მე არ მომთხოვენ. თუ მე თქვი იმ ცოდვებზე, რომელიც ეკლესია ცოდვად შერაცხავს და ეს ცოდვები მე დავმალე, ან არ ვილაპარაკე ამაზე, ან სხვანაირად ვილაპარაკე, მაშინ მომთხოვს მე უფალი თქვენს გამო. მაგრამ ის რაც მე ვთქვი და ვიღაცამ არ შეასრულა, მაშინ ის ამაზე მე ვერთი არ მომთხოვს. აი ეს უნდა გვესმოდეს ძვირფასო ძმანო და დანო. ყველას. და თუ თქვენ აკეთებთ რაღაცას ეკლესიისთვის, თქვენი მოძღვრისთვის,
იცოდეთ, რომ ეს ყოველივე ჯულიერია და ეს არ არის ჩემი ან ვიღაცის მოგონილი და მოფიქრებული. ჯულიერია. და ამას გვასწავლის წმინდა წერილი და მოციქული პავლე. ერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძვან უნდა დანო, ბევრი თქვენგანი ბევრს აკეთებს. როგორც ეკლესიისთვის, ისე სასულიერო პირებისთვისაც. და ღმერთმა ამის წილ ყველას მოგაგოთ სიკეთე და სიხარული. ამინ. ჩვენთან არც ღმერთი.